წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. სპორტ ტაიმის სპონსორია სამიშვიდიანი. სლოტ კლუბების ქსელი სამიშვიდიანი გილოცავთ შობა ახალ წელს და განახლებულ დარბაზებთან ერთად გთავაზობთ ახალ ფილიალს სამგორში. უამრავ სიურპრიზებს, ყოველდღიურ ჯეკპოტებს. სამიშვიდიანი, ვინც არ თამაშობს, ვერ იგებს. სამშვიდობი ზურბაზე მეგობრებო, ასე გიბრუნდებით ზამთრის მინი არდადეგების შემდეგ, რომ მოხსენება ტრანზიტულად ახალი წელი შემდგომ მთელი ის პერიოდი და ნაკლებად ბუნებრივია ინტერესდება მსმენელი. ეხლა უკვე ჩვეულებრივად ცხოვრება დაიწყო წელი და ჩვეულ რიტმში ჩადგა და აი პირველი გადაცემა ასე ბუნებრივია უბრეანია დავიწყოთ მაჟორულ ნოტაზე, სადაც საერთოდ ნაკლებს ახლა პირდაპირ პრობლემები წელს არ დაიწყებს, არადა სპორტში პრობლემები სამწუხაროდ ყოველდღიურად მატულობს მრავალი მიმართულები და ჩვენ წლის განმავლობაში ვრცლად ისევე როგორც საერთოდ უფრო გლობალური მასშტაბით, ასევე კონკრეტული სახეობების მიმართ ვისაუბრეთ ბუნებრივია წარმატებებზეც, მარცხზეც თუ რა გვჭირდება და აი უბრეანია დავიწყოთ მაჟორულ ნოტაზე და პირველი ჩემპიონი ქართულ სპორტსმენთაგან მიმდინარე 2015 წლის. კაცი, რომლის სახელთან სხვათა შორის ქართული ჭადრაკის დღევანდელი თანამედროვე ქართული ჭადრაკის მომავალი და მისი წარმატებები მნიშვნელოვან წილად არის დაკავშირებული. ადამიანი, რომლისგან უკვე კარგა ხანია სხვათა შორის სპეციალისტები და მათ შორის კომაგიც ელიან სერიოზულ წარმატებებს, იყო რაღაც მცირე ჩავარდნა, თუმცა აი პირადად თქვენ მონამორჩილს და სხვათა შორის იგივე სპეციალისტებსაც ჩვენ იმედი ჩაგვესახა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულის მიწურულს, როცა ტრომსოში გამართულ ოლიმპიადაზე. აი მოდით ამაზე ვრცლად ჯერ მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, სულ რამდენიმე დღის წინ რიგით 74 ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც უხნესია სხვათა შორის ქართული სპორტის ისტორიაში ეროვნულ ჩემპიონატთა შორის, ლევან ფანცულაია გახდა საქართველოს ჩემპიონი კარიერაში მეორედ, თანაც რაც მთავარია დამსახურებულად და ამჯერად სპეციალისტებმაც და კომაგაც მე ვიტყოდი რომ საკმაოდ მაღალი კლასის ასე დიდოსტატური თამაში ხილა. უპირატესად ლევან მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და მოგილოცოთ ბუნებრივია დავიწყო მოლოცვით თქვენ კარიერაში მეორედ მოიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და ამჯერად აი პირველი ტიტულისგან განსხვავებით როცა თქვენ მაშინ შედარებით შეიძლება ითქვას სპორტულ ენაზე ვლაპარაკობთ მაინც და ჭადრაკის სამყარო ბუნებრივია და მისი თამასა სხვა არის. მე მაინც ბუნებრივია ფართო მსმენელისთვის ვიხმარ ჩვეულებრივ სპორტულ ტერმინოლოგიებს თქვენ ნებართვით, მაშინ საკმაოდ იოლად და დამაჯერებლად ამჯერად კი ეგრეთ წოდებული ნოკაუტ სისტემიდან გამომდინარე მეტოქენიც ისე მოყვა ერთმანეთს და თანაც აი ნახევარფინალი და ფინალი ორ მთავარ ფავორიტთან და უშუალო კონკურენტებთან მოგიწიათ და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ თქვენ ტურნირი განვლეთ დაუმარცხებლად. გამარჯობათ, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ეხლა რაც შეეხება ტურნირმა ძალიან დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ისე მოხდა მართლა როგორც აღნიშნეთ, რომ დაუმარცხებლად დავასრულე ტურნირი. უფრო მეტის ფაქტიურად ლევა თქვენ მაბადიეთ ფინალამდე თითქმის ყველა პარტია მოიგა, თითქმის გულისხმობ რომ თუ არ ვსები ჯოჯოასთან მეორე პარტიაც ეს უკვე ნახევარფინალში ქონდა თუ მოსაგები პოზიცია უბრალოდ ყაიმი გაძლე, ანუ ყაიმი რომელიც უკვე მოგების თვალფას იყო. პრაქტიკულად თქვენ ფინალამდე მიხვდით ლამის 100%-იანი შედეგით, ხო? დიახ, შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ ეს მოგებული პოზიცია ნამდვილად არ მქონია. უკეთესი პოზიცია იყო, მოდი ასე ვთქვათ რა. შეიძლება ოდნავ უკეთესი მქონდა კი, მაგრამ ყაიმი სრულიად საკმარისი იყო ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ორი პარტიის ეტაპზე გადასასვლელად კი. რაც შეეხება მიხეილ მჭედლიშვილთან, აქ ძირითადი შეხვედრები ფრედ დასრულდა და ყველაფერი გადაწყდა დამატებით სწრაფ ჭადრაკში, ტაიბრეიკებში. და 15 წუთიანებში მოვახერხე გამარჯვება და გავხდი საქართველოს ჩემპიონი.
ლევან მოდი ისიც აი თქვენი ნებართვით ცოტა ფინალს დაუბრუნდეთ 4 კლასიკური პარტია საერთოდ ეხა მიშა დამეთანხმებით ითვლება ასე დიდოსტატების ყაიმების მეფედ ითვლებოდა ნაკრების უსვლელი წევრი არის და კი ნუ ეროვნული ნაკრების წევრი უკვე წლების განმავლობაში საკმაოდ მყარი გუნდის ისევე როგორც სხვათა შორის თქვენ უბრალოდ თქვენ გქონდათ რაღაც პერიოდი მე ჩემს მიერ ხსენებული 2008 წლის შემდეგ შემოგვეთებით მხრივ ცირე ჩავარდა მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი რიგზია თქვენ ასაკი სხვათა შორის გაძლევთ აი არა მარტო უშუალოდ უკვე საკმაოდ დიდარ გამოცდილებას ფლობთ, ასევე საომავლო ზრდის, ხო, იმიტომ რომ არის ხო, ეხლა ზრდის ტენდენცია ყველაფერ სპორტს და მით უფრო ჭადრაკის ეხლა ახალგაზრდდება, ხო, იმიტომ რომ თქვათ ალბათ დამეთანხმებით რომ მე მინდა მსმენელს შევახსენო 3 წლის წინ, მაგალითად ეხლა ანანდის ასაკი, ნუ ნორმალურ ასაკად ითვლებოდა დღეს ყველამ უკვე ნუ მოხსენებათ აი უკვე ვეტერანი რატო არ დაანება რაღაც ანუ აქაც ხდება ხო გაახალგაზრდების ტენდენცია კი რა თქმა უნდა მაგრამ ჩემის აზრით ყველა სპორტისგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებ როლს თამაშობს ასაკი ჭადრაკში ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის ეხა ну ხა იგივე არ ჩამოვთვლი ხა ხო ფეხბურთს, კალათბურთს მაგალითად ჩოგბურთს გასილებით ნაადრევ ასაკში ასრულებენ თავის კარიერას ვიდრე მაგალითად ჭადრაკში აქთან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია მოჭადრაკეების კი ისტორიულად რას კი უდიდესი და გენიოსები და კორიფები მაგრამ მე აი მოქმედ ამჟამინდელ ეპოქას გულისხმობ ლევან აი სადღაც იცით თითქოს ესე შთაბეჭდილება იქნება რომ რაღაც 40 წელი ლამის უკვე კრიტიკული ხდება თუ ეს მოჩვენებითია არა მე გამოდიო რეალური ციფრებიდან არა ესე არის გეთანხმებით რა თქმა უნდა არა თქვენ უკვე მომხსენება დაფასთან თქვენ მზადდებით ასე მოთამაშე კარგავს რეაქციას ენერგიას რავი ფიზიკურ ლევან მაბადი ეს ხომ არ გამოიწვია თქვენი აზრით უშუალოდ თვითონ აი კლასიკური პარტიის ასე ფორმატის შეცვლა ნუ ხედველობაში მაგის პერიოდისა იყო 41 წლაზე 2 საათნახევარი გათვლილი ნუ კაი იმ გადადებულზე აღარ არის ნუ გადადებულზე ვისაც უფრო ძლიერი ჯგუფი ყავდა ჩემს აზრით დამთავრდა ამ სიტყვაზე მე ყოველთვის მარაზმად მიმაჩნდა მაგრამ აი ის რომ 2 საათნახევარი ის რომ რაღაც ეს მინი ჭადრაკის ელემენტები შემოვიდა აი თქვენ აი ხა ეს ბლიცი სტრაფი შემცირდა დრო ეს თქვენი აზრი საერთო ჭადრაკის განვითარებაზე არა მესმის ეხა მენეჯმენტის თვალსაზრისით და პოპულარიზაციის საერთო მასობრივი თვალსაზრისით კი ბატონო მაგრამ აი შემოქმედების მხრივ ლევან ბატონო რა სიტყვით დადებითია ვითო როგორ გითხრათ ის აი ეს ჩემი აზრით საკმარისი არის ეხა ნუ აი ეს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები და ის სხვა კონტროლით ტარდება დროის კონტროლით და აი ეს ძირითადად ეს საერთაშორისო ტურნირები ოპენები რო ტარდება ეს საათნახევარი აქვს უკვე სტაბილურად იქცა 40 ჩემი აზრით საკმარისი არის ეს დრო რა იმისთვის რომ გამოავლინო შენი ოსტატობა და შემდგომ თითოსლაზე ის დამატებითი დრო ისიც საკმარისი ყოველსლაზე 30 ჯამი ემატება თითოეულ მოჭადრაკეს და 40 წლის მერე ნახევარი საათი ემატება თითოეულ მოჭადრაკეს ისეთ ლევან დავუბრუნდეთ ისევ განვილ ჩემპიონატს ესე იგი მეორე ტიტული და აი მე რატო გავუსვი ხაზი რომ თქვენ ნახევარფინალში და ფინალში ნუ მე მხედველობაში მაგ განთესვის ამ შემთხვევაში იყო რეიტინგების მიხედვით თქვენ მოგიწიათ ორ მთავარ კონკურენტთან პაიქრობა მიშა საერთოდ ფინალში პირველი რეიტინგ ფავორიტი იყო და ბუნებრივია ფავორიტად მიიჩნეოდა და ასევე ჯოჯოა რომელიც საკმაოდ მზარდი მოჭადრაკეა და დათო იყო მეორე ნომრად განთესილი ხო? დიახ დათო იყო მეორე ნომრად განთესილი და ფინალი 4 პარტია ლევან საერთოდ აი როგორ შეაფასებდით ეხლა რა თქმა უნდა იმის დაგეგმა რომ წახვიდე პირდაპირ ტაიბრეიკისკენ ну დამეთანხმებით შეუძლებელია ხო ეს 4 მატჩიანი 2 მატჩიანში კიდე შეიძლება დაგეგმო თქვათ ну თუ გაუნდინარე იქიდან პირველი არ წაგივიდა ან იგივე თუ პირველი ყაიმი და თეთრი თამაშობ კი ბატონო ეს გასაგებია რომ თქვათ იქ მაგრამ აი 4 მატჩიანში ხომ მეთანხმებით ამას ვერ დაგეგმა ანუ რთული არის კი მაგრამ ორივე ვცდილობდით ალბათ რომ არ გაგვიმწვავებინა ამ ძირითად პარტიებში აი პირადად მაბდით მე გამიგვირდა ეს და არა ერთის ხრივ რა თქმა უნდა გამიხარდა ეს აი მე გავუსვი ხაზი უკვე თქვენ გამოცდილებას იმიტომ რომ თქვენ მიშასგან განსხვავებით და ბევრი სხვა მოჭადრაკეზე განსხვავებით ყოველთვის ჰქონდათ შემტევი საკმაოდ აგრესიული სტილი აი როცა იყავით საკმაოდ ისეთი წლებით ყოველთვის ჰქონდათ აი ესეთი რისკი მაგრამ ეხლა მე მინდა შევახსენო ალბათ უფრო პატარა ასაკში არა ხო არ უყვარს ეხლა ეს არ არის მაბადია ფეხბურთი რომ რაღაცა კონჩეტევაზე გოლი გაუშვა და მე იგი 5 გაუტანა აქ ერთი არათუ აქ უბრალო პოზიციურმა შეცდომამ შეიძლება პარტია დაგამთავრებინოთ ხო უკვე თანამედროვე ჭადრაკი ეს თავისი რა ვიცი ეს
რა დავარქვა ამას რა არ მინდა მე სიტყვა ვიხმარო ეხლა არა შემოქმედებითი მხრივ სულ უფრო და უფრო იზღუდება და სულ უფრო და უფრო ყველაფერი თეორიაზეა ხო ამიტომაც მოითხოვს ეს კონკრეტული სპორტის სახეობა იგივე ფიზიკურ მომზადებას კონცენტრაციის ბოლომდე აყვანას ანუ მთელი პარტიის განმავლობაში ხარ ბოლომდე კონცენტრირებული ანუ თვინების ომიმიტის ესე დავარქვათ ხო და ერთი ელემენტარული შეცდომა შეიძლება დასრულდეს წაგებით და სხვადასხვა ეხლა რასაც გარჩევებს რომ უყურებთ მე სპეციალისტებს ეს უმსხვილეს ტურნირებზე იცით იქ არის სულები როცა შეცდომასაც არ მიიჩნევენ უბრალოდ აი კომპიუტერი გაძლევს უზუსტობა შეიძლება და არა შეცდომა აი უბრალოდ და მე სადღაც ის თავს იჩენს დაახლოებით სადღაც 15-17 სვლის შემდეგ ხო წარმოგიდგენიათ ისე არიან ისე აქვთ ეს ესე ვთქვათ ტექნიკა განვითარებული ძლიერ დიდოსტატებს რომ ეს უნიშნელო უზუსტობაც გიყავით პარტიის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად. ლეონ არ შეიძლება არ კითხოთ ეს იცით რა შეიძლება რიგი ბანალური კითხვები იყოს და მე მაინც ამას ვაჟღერებ იმიტომ რომ აქ ვიცი ფართო მსმენელის და აუდიტორიის დამოკიდებულება ის ვინც არ არის ვისაც უყვარს შადრაკი თუმცა აი ახლა ესე შეიძლება ითქვას პროფესიულ დონეზე არ არის ჩაყედული უბრალოდ ხშირად ბადონლევან ქართველი კაცის ხასიათს აბრალებდნენ ხოლმე თქვათ ჩვენ არც თუ წარმატებას იმიტომ ყოველთვის ჰქონდა და მათ შორის შადრაკშიც მაგრამ აი რაც შეეხება ქალებს აქ მე აი ალბათ დამეთანხმებით რომ აი თქვენ რაც ბძანეთ აი ეს მაქსიმალური შეზღუდვა ეს აი საკმაოდ ხისტი ისეთი პროფესიული ნუ ქალებში მაინც არის რომ შეიძლება ეხა იგივე უზუსტობა კი არა შეიძლება შეცდომის შედეგი მიუხედავად მაინც შემოატრიალო პარტია ხო დღეს ამანაც იკლო მართალია მაგრამ ნუ მაინც უფრო ხდება ხო ქალებია და იქ უფრო ეგრეთ წოდებული ეს ლაფსუსები და მოულოდნელი სიურპრიზები ორივე მეტოქის მხრიდან ერთი პარტიის მანძილზე უფრო შეიძლება რაც ბიჭებში პრაქტიკულად და აი თქვენ მიგაჩნიათ ეხა აი თქვენ ეხა ნაკრების წევრი ხართ უკვე კარგა ხნის მანძილზე და უკვე ოლიმპიადების მსოფლიო თასების შესარჩევი ეტაპების და უამრავი საერთაშორისო მსხვილი ტურნირების ჩათვლით მეტოქეების მიმართ დამოკიდებულებაში არის მართლაც ქართული ხასიათი თამაშობს თუ კიდე სხვა რამეშია საქმე აი ეს რაში განისაზღვრება ეს ქართული ხასიათი აი ქართული ხასიათი გეტყვით მე ლეონ აქ უპირატესად საუბარია ნებისყოფის სიმტკიცეზე ანუ ის რომ ქართველი კაცი ეხა და მეორე ნუ დამოკიდებულება ეხა მომიტევეთ იცით მე მინდა არ შეიძლება ცოტა ისე ნოტაზე მოგიყვანოთ ეხა აი მამაჩების თაობას ქონდა ხოლმე ბაში პატარა ბავშვი ესე ასე უყურებდი ხოლმე ხა რომ შორი და სუფრებს და რაღაც თამა და ხო წარმოგიდგენიათ ნუ სუნცირე სადღაც 2.5 3 ლიტრი არის პევადობის ქონე ყანწი და რატომღაც მაშინ გქონდათ გართულება ეხა იაპონელებს და გეტყვით რატომ ესენი ხალხი და რატო რომ 20 საათი ზიან და მუშაობენ და კითხულობენ და 20 ესენი ამათ ხო წარმოგიდგენიათ და აი ეს დამოკიდებულება თუ არის ცოტა მაინც შეცვლი მაშინ სხვანაირად კითხავდნენ ანუ ეს შრომის მოყვარეობა აი თქვენ გაცილებით დაბალ დონეზე ეხა ერთმანეთს თუ ყველანაირი პირობა შეგექმნათ აბსოლუტურად რომ ის მოხსენებათ ეს ცალკე ისეთი თემაა როცა ადამიანებს აქვს რაღაც თავისი საერთოდ მე ყოფიერ ცხოვრებას გულისხმობ ბუნებრივია და იყო ამ ხრი აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და სხვა საზრუნავი მართლაც არ უნდა გქონდეს ადამიანს აი დღეში რამდენი საათია აი ეს ბანალური კითხვა საჭირო საშუალოდ რო იმეცადინოს ანუ ხო ან ჩემი ინფორმაციით მე რა ინფორმაციას გამაჩნია აი ეს დიდ ჭადრაგზე მაქვს საუბარი აქ არა მარტო მეცადინეობაზეა საუბარი რეჟიმი აქვს გაწერილი აი თელი დღე არის გაწერილი ეროდის რა სიტყვაზე 1 საათ ნახევარი უნდა ისეინოს 1 საათი უნდა იცურაოს იქ რაღაც ნახევარი საათი ჩოგბურთი და რეჟიმის ასაული 1-5 საათი უნდა იმეცა ხო რა თქმა უნდა მაგაზე საერთოდ ხო ალიოხინის პერიოდი აღარ არის ალიოხინი ხა თრალი დამაშავდა მაგრამ გენიოზი იყო და ეხლა უკანწევს ხო მაგრამ ქართველები ვართ ბოლო ყველა და არა ნუ არა მაგას არ ვიყვარს და ყველაფერი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს აი თუნდაც შეკრების დროს სბორის დროს რო გაკეთდეს ესეთი რაღაცა რომ აი იქ მაინც რო იყო ეს სრულად კონცენტრირებული ერთ რაღაცაზე ამ კონკრეტულ ჭადრაგზე ეს უკვე დიდი საქმეა ჩემი აზრით და ნუ ყოველდღე ხა რა თქმა უნდა ეხა 15 საათი ვერ დაიხარჯები კაცი მაგრამ ლევონ სმენი ასეთი რამ და თუ დამეთანხმებით რომ არ ვიცი თქვენ იზიარებთ თუ არა პროფესორი და მოსაზრებას რომ აი დღე არ უნდა ჩააგდოს პროფესიონალმა რა თუნდაც 2 საათი თუნდაც რაღაც აი მიზერული დრო აუცილებლად არ უნდა დაკარგოს ძალიან რთულია ეს მაგრამ
თუ პრეტენზიას აცხადებ ძალიან მაღალ ადგილებზე, ესე უნდა იყო, რა თქმა უნდა, რეჟიმში უნდა ისდე მთელი ცხოვრების მანძილზე, სანამ თამაშობ ჭადრაკს. აი ხა მაგალითად ისე როგორც სხვა სპორტს ალბათ მე არ ვარ ჩახედული ესე სხვა სპორტის იმაში რა რეჟიმი და როგორ არიან მაგრამ აბსოლუტურად გეთახმები ლევან ეხლა ესე ქალქურად რო თქვა იოლად უკვე ვერსად ვეღარ გამოძრება და ვეღარ გამოვა ვერც ერთი სპორტსმენი ვერც საქმეში მაგრამ ეს ნამეტანის კურბოლიზურია რა აქ კიდე ერთხელ აი აღნიშნეთ ხო აი უზუსტობის მომენტი რაღაც უკვე ისეა უკვე შემჭიდროებული ეხლა ის ტოპოცეულს რო უყურებ ხო აი ხა უშინ დასულდა ხო ვეიკანზეში თუ ქონდა თვალი ალბათ ადევნებდით გარკვეულ პარტიების შედობას სხვადასხვა არა მართალია გენიოსები აღარ არის ხო ეხლა გასაგები რომ ეხლა გარიმ და ეხლა ბობიმ რაც გააკეთეს და მე იგივე თვითონ იგივე ძიავასია და ისინი რო ავიღოთ ეხლა ხო წარმოგიდგენია თუნდაც მე-19 საუკუნის რომელიც ევე და მოყოლებული ეს სხვა იყო მაგრამ ეხლა არის მაქსიმალურად გათანაბრებული და დონემ აწეული მაშინ თუ იყო 4-3 კაცი ეხლა მერწმუნეთ 30 თუ სიტყვაზე პერვეტრისაც გარო ვიტყვი პირველი 20 კი არა 30 თამაშობს ძალიან სერიოზულ დონეზე განსხვავება ის არის ჩემი აზრით რომ კომპიუტერიზაცია არის ძალიან განვითარებული აი ეივე ახსენეთ მაგ დროს საერთოდ შეხება არ ქონდათ ხომ მანდ მიდიოდა ცოცხალი ჭადრაკი და ეხა ეს კომპიუტერი ისი არის განვითარებული კომპიუტერით მომზადება რომ უბრალოდ პოზიციას მიცემ და ის გესაუბრება რა მოკლედ ყველაფერს რომ ეს და ხშირ შემთხვევაში ხდება რომ უბრალოდ დამახსოვრებით ხდება პარტიის მოგებები ანუ ვისაც უკეთესი მეხსიერება აქვს და აი ამ ყველაფერს ნუ რა თქმა უნდა პროფესიონალ მოჭადრაკეზე ვსაუბრობ ვისაც ასევე შეუძლია ითამაშოს თავისუფლად ჭადრაკი უმაღლეს დონეზე. ვინც უკეთ სიტყვაზე რაღაც მომენტებში არის 35 მესვლიანი ვარიანტები ვთქვათ, ვინც დაიმახსოვრებს ამას მიიღოს ლოგიკურ დასასრულამდე პარტიას კომპიუტერის ანალიზებით გულისხმობ ამ ყველაფერს. აღარ ჭირდება რომ ესე და აუცილებელია რა თქმა უნდა რომ ისე დაფასთან კონდეს ურთიერთობა და ეს ხელით იმიტომ რომ ეს უნდა ჩაჯდეს ქონებაში და მარტო კომპიუტერით ურთიერთობით ამას ვერ იზევ, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს დღევანდელ ჭადრაკში კომპიუტერი. აი აქვე ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდა ლევონ თქვენი მოსაზრება მოვისმინო ესე იგი შეიძლება ითქვას რომ რაღაც გასაყარზე ვართ ხო ერთი მხრივ გასაგები ის კომპიუტერში ყველა აბსოლუტურად მთელი პროგრამა ყველაფერი შესული მაგრამ მეორეს მხრივ აი უკვე შეიძლება ითქვას რომ გავვიდა ყავლი და აღარ ვჭირდება ვთქვათ ახალი სახელმძღვანელოები ნუ ძველი რაც არის კი ბატონო გადავიკითხავთ მაგრამ აი ამ მხრივ თუ არის თქვენი აზრით აუცილებლობა რომ გამოვიდეს ახალი სახელმძღვანელოები თუ აი თქვენ რაც ბრძანეთ ეს კომპიუტერული ეგრეთ წოდებული საჭადრაკო გრაფიკა უკვე ერთ კოლაფში აქცევს ყველას ეს სახელმძღვანელოები რო გამოდის აი ამ სახელმძღვანელოებშიც ეს კომპიუტერული ანალიზები არის ძირითადად მოყვანილი ანუ გაიშევა უკვე კი რა თქმა უნდა ანუ აქ ხელით ნარჩევი არაფერი არ არის იმ სახელმძღვანელოებში ყველაფერი არის კომპიუტერულად შემოწმებული და გადამოწმებული ანუ ეს ხელით რას გულისხმობ დაფაზე როზის სიტყვაზე ორი დიდოსტატი და რო არჩევს პარტიას შეიძლება გაიპაროს უბრალოდ რაღაც შეცდომები და ამას ვერ დაეყრდნობი ისე თუ არ გადაამოწმე მე კომპიუტერულ პროგრამაზე და ის გიჩვენებს რამდენად სწორედ არჩევდი სიტყვაზე ამას და ამას და ამას ლევან ესე გამოდის რომ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში საერთოდ სოფლიო საჭადრაკო სამყარო ახალ სისტემას უკვე აღარ უნდა ელოდოს, ხო? მე მხედველობაში მაგ იგივე დაცვითი სისტემები, თეორიული ნაწილი, ანუ მისი განახლება თუ ზუსტად ამიტომ არის უნიკალური სპორტის სახეობა ჩემის აზრით, რომ ამდენმა კომპიუტერებმა და ამდენმა საშუალებებმა, ტექნოლოგიებმა ვერ ამოწურეს დღემდე ჭადრაკი. შეუძლებელი არის ფიზიკურად, სულ ახალი და ახალი იდეები იბადება და იგივე კომპიუტერები იბადებენ, თუნდაც ახალი იდეებს რო ვერ წურავენ მოკლედ რა. ანუ თლად უარყოფით როლს შეიძლება ითქვას ესეც სალსაღად არასრულებე, ხო? ანუ ეგრეთ წოდებული აი რაღაც ზომბირება და რობოტიზაცია ადამიანის არ ხდება, ხო? ნამდვილად არ ხდება. კი ძალიან ბევრი საინტერესო სვლები გამოჩნდება ხოლმე ისე კომპიუტერის დახმარებით შეგიძლია შენ დაგებადოს ძალიან საინტერესო იდეა მისე კომპიუტერს და კომპიუტერმა განავითაროს და განავრცოს მე ეს ყველაფერი აი ამ ფონზე ლევან უცებ აი კიდე ერთი ეხლა თვითონ საუბრო მოიტანეს აქ კიდე ერთი ბანალური კითხვა რაც ბრძანეთ კი ბატონო აბსოლუტურად ნათელია გასაგებია მიუხედავად ამის მაშინ
თუ ეს ყველაფერი მაქვს, ხო? აი ხა ძალიან ისე პრიმიტიულად უტრირებ, ყველაფერი გამიშნია კომპიუტერი, კი ბატონო, ვიცი ეს მიმართულება. რატო რჩება მწუთნელის ფაქტორი უმთავრესი? და აი ყველაზე, ანუ ჭადრაკში ფაქტია, რომ სუნელის გარეშე რაოდენ ნიჭიერიც არ უნდა იყო, რა პირობებიც არ უნდა ქონდეს შექმნილი, თუ არ ყავს სათანადო დონის სუნელის სერიოზულ წარმატებაზე, არც უნდა იფიქრო, არა თუ ვერ მიაღწევ, არც უნდა იფიქრო. ეს აქსიომა რჩება, ხო? აი მაშინ რატო? დღევანდელი მწვრთნელები ანალოგიურად კომპიუტერით ხელმძღვანელობენ და კომპიუტერი რო არ მიცე 21 საუკუნეში მოღვაწე მწვრთნელს, ის მწვრთნელი ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ ვერ მიაწვდის ამ ახალ თანამედროვე ვარიანტებს, ანუ ეხლა ის აღარ არის ის დოგმები, რომ აი აქ ვთქვათ, აი შენ ესე ითამაშე ის და ეს არის ყველაფერი კომპიუტერზე გარჩეული ისევ და ისევ და რავი, ვერ გაგცემთ ესე კონკრეტულად. მწვრთნელი აუცილებელია, რა თქმა უნდა. იგივე თუნდაც მარტო ურთიერთობა არის, ურთიერთობა წევს მოჭადრაკეს ბევრად მწვრთნელთან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ხო? მწვრთნელს უნდა კონდეს და გაუზიაროს. მწვრთნელი არის ინფორმირებული, იგივე რაც პარტიები გათამაშებულა ოდესმე, ხო შეუძლია მითითება მიცეს, რომ ამ კუთხით წავიდეს, შეურჩიოს სტილი. მოთამაშეს რა ის შენი სტილი ეს არ არის და ჯობია რომ სიტყვაზე ითამაშო უფრო დაცვითი დებიუტი ვიდრე შემტევი და ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს რა თქმა უნდა და ხელმძღვანელობს ისევ კომპიუტერი და თეორია რა თქმა უნდა თეორიული ნაწილი ფაქტიურად პრაქტიკულად ნებო რა თქვენ ეხლა როგორც დიდოსტატი აი მესმის რომ ცოტა რთულია საკუთარ თავზე საუბარი მაგრამ აი უფრო რომელ კომპონენტს ანიჭებთ უპირატესობას აი ამ წუთში თქვენი სპორტული ფორმიდან გამომდინარე იგივე გამო ჩემპიონატზე აი რო შევაფასოთ უშუალოდ როგორ შეაფასებთ საკუთარ სად გვაქვს თქვათ პლუსი და სად შედარებით სად მიგაჩნიათ რომ სასწრაფოდ გამოსასწორებელია უფრო აი მე მომიტოვე სანამ ბრძანებდეთ იცით მე თქვენ მზართან ჩვეულ ფორმასთან დაკავშირებით არ შეიძლება უბრალოდ არ შევახსენო მსმენელს და რატო ვახსენეთ რომ ცოტა განვლის საჭადრაკო ოლიმპიადა სადაც მართალია ჩვენ საკმაოდ ადგილის მიხედვით 54 ადგილი მაგრამ იქ იყო სულ ორ ქულას შორის განსხვავება 10 და 40 ხო უბრალოდ 12 და 44 შორის და თქვენ აჩვენეთ ლევან ჩინებული შედეგი 9 პარტიიდან სულ 11 ტური და 9 პარტიის სამზები ნორმალური იყო ხა 10 შეიძლება ითამაშო კაცმა და ეგ უკვე ზედმეტი გადატვირთვა და მიაჩნია რომ გუნდის თანაბრად უნდა განაწილდეს ვიღაც შეიძლება ლიდერი მაინც პირველი დაფა შეიძლება 10 თამაშობს ამ პირიქით 9 პარტიიდან თქვენ 5-ში იმარჯვეთ 3 დაასრულეთ ფრედ და მხოლოდ ერთადერთი მარცხი ისიც 50-ელშია ლაზარო ბრუსონი და თანაც მაშინ უბრალოდ კუბასთან საერთო თამაში არ წავიდა და ის გუნდური პრინციპის დროს მე სპენელს მინდა შევახსენო რომ მარტო საკუთარ დაფაზე არ ხარ ორიენტირებული იქ როგორც ხდება ლევან ამეთახმეთ აბსოლუტურად ყველა ერთმანეთს უყურებს და იქიდან გამომდინარე იცვლება სათამაშო დინამიკაც, იმიტომ რომ ეხა ისეთი მომენტია, მე თუ საღაიმო პოზიცია მაქვს, მე შეიძლება იძულებული გავხდე, გავრისკო თუ მაგალითად ჩემი გუნდიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, გუნდური პრინციპი და ეს ერთადერთი და მთლიანობაში ნაჩვენები თქვენს მიერ ნაჩვენების შედეგი იყო მართლაც საკმაოდ კარგი. 9 შესაძლებლობიდან 6 ნახევარი ქულა. ხო და ეხა რატო უბრუნდები ამას? აი იმ პერიოდიდან მოღოლებული ხო? ეხა რა არის? აი უშუალოდ ოლიმპიადაზე თქვენ რა გაკალდა თქვენი აზრი და უშუალოდ გამოვიდა ჩემპიონატზე. ყველაზე ძალიან მოდ დავიწყოთ ხო ისე ხო უარყოფითიდან და შემდგომ დადებითი. რა მიგაჩნიათ? რა არის გამოსასწორებელი პირობები? არ ვიცი, ჩემი აზრით ბიჭები ფორმაში არ იყვნენ უბრალოდ. არა, მე ვამბობ პირადად თქვენ თამაშის არა თორე არა ეს გამოსასწორებელი არის პირველ რიგში ჩემი ეს პირადი მინუსი დავარქვათ ასე ვთქვათ სიგარეტი ძალიან დიდ დროს მაგარგინებს ყველაფერზე არაფერზე სხვაზე რო არ ვისაუბროთ თამაშის დროს ზალაუნებურად ისე გიცდიათ გადაგდება კონდათ პერიოდი რომ და თავითო არა ერთმნიშვნელობა ჯერ არა ხა რა შეეხება საჭადრაკო ჭადრაკს დებიუტები ალბათ მაინც დებიუტებში მაქვს გარკვეული პრობლემები. ანუ აი აქ არის უკვე ისე იმსნელი ისე უბრუნდები მსნელის ფაქტორი. ლევან ამჟამად ვინ მუშაობს თქვენთან პირადად? ამჟამად დაინიშნა ბატონი ზურაბ სტუროვა. ეს ნაკრების მსნელი. ნაკრების მსნელი. და პირადი მსნელი? პირადი მსნელი ესეთი არ ყავს.
და არ მეცადინეობა მიდის ბატონ ზურაბთან ახლა უკვე ესე იგი უკვე დაიწყო კი ანუ გუნდურად ანუ ეს პრინციპი რჩება რომ თუ აქ ვიღაცას ეს უკვე თქვა ასე ვთქვა საკუთარი რესურსი და აყავს პირადი მსვლელი თქვა თუ თulis და აქ შესაძლებლობა ამის თუ არა გუნდური პრინციპიდან გამომდინარე როცა ნაკრების წევრი ხარ ყველა ის შეკრება და სასმელო პროცესები უშუალოდ თავარ მსვლელთან დაკავშირებით აი ბატონი ზურაბს თუ რა იცით მოხდა ერთგვარი ეგრეთ წოდებული როქირება ხო ზურაბ წლების განმავლობაში მუშაობდა ქალებთან შემდგომ ქალების და ზურაბs ურთიერთობა ეს უკვე საერთოდ მოკლედ და მოხდა ესე იგი მაგრამ სიმართლე გითხრათ იცით საკმაოდ ნაყოფიერი იყო მიუხედავად შედეგის მთლიანობაში მე პირადად და ჩემი სუბიექტური აზრი და მაინტერესებს თქვენი აზრი ხუჩა მაქსიმუმი გამოადრო სუბატაშვილმა იმიტომ რომ იცით ისეთი მომენტია რა გვაქვს რა შემადგენლობასთან დაკავშირებით გვაქვს აი სერიოზული პრობლემები ნუ კი ბატონო არ ჩააგდო ეხა ბაადურმა ოლიმპიადა მაგრამ ეხა ეს ბაადური საერთოდ ცალკე თემაა ხო ნუ მეორე მესამე დაფა კი ბატონო კარგი მიშა და თქვენ ნუ ასე მყარად კი გასაგები მე აი მეოთხე და სათადარიგოს ნუ აქ ნუ მოგესენებათ სამწუხაროდ ნუ ისევე როგორც აი ნუ ქალებში კიდე შეიძლება ის მაგრამ რაღაც მოიძიო ნუ თუ ყველა ფორმაში თუ შევიდა და აქ უკვე ნუ სერიოზული განსხვავება ქონდა მხედველობაში მაგ გამოცდილება საერთოდ სერიოზულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ხო მეთანხმებით ესეც ისია როგორც ეხა ყველა ნებისმიერ ტურნირში რაღაც ხო გამომდინარე თავისი რეიტინგიდან იქიდან უბრალოდ ეს არის საჯადროგო ცხოვრება და პროფესიონალიზმი როცა მით უმეტეს როცა იძულებული ხარ ამით უნდა არჩინო ოჯახი და არ გაქვთ თქვა ის ფუფუნება რომ კონდეს თქვა აწყობილი ცხოვრება და ბიზნესი ისე რომ სხვა არაფრისკენ გაიხედო იმ ტურნირში მაინც უნდა წახვიდე და რაღაცა იმ ორი კაპიკისთვის იბრძოლო ხო ეს სამწუხარო რეალობაა ხო ქართული რეალობაა რას იზრდო ხო ესეა ნამდვილად ანუ ტურნირები ტარდება სადაც მიდის ყველა მოჭადრაკე და იღებს მონაწილეობას და იქ გარკვეული საპრიზო ფონდები არის. არა, მე რა მაგიცით ხედველობაში, რომ კონდეს ისე ადამიანის მოწყობილი ცხოვრება შეიძლება ბევრ ტურნირში არც მიიღო მონაწილეობა ჰონორარის, ანუ იქ კლასი არ არის საუბარი იქ უკვე. ნუ კი ბატონო, პრეადნეს პალეზნი მე უხეშად რო თქვა, მაგრამ მაინც არის რა ადამიანი როგორ ეხა გაწყენს ეხა ნებისმიერი კაპიკი ფულია, ხო? ეხა მით უმეტეს კიდე ერთხელ ვაუბროთ არა ხარ ეხა მილიონერი და არა გაქვს ისეთი შემოსავალი. კვალიფიკაციის ტურნირები ტარდება, სადაც მიდიან დოსტატები გარკვეული ჰონორარის ანასვლოდ. აი ამ ზუსტად ამას გულისხმობ. ეს გაგხვევს ძალას, ენერგიას, დროს, რიტმიდან გაგდებ, ჩემო ბატონო, ხო ამას თავისი საკმაოდ დიდი უარყოფითი მხარე მოყვება აი თქვენ ფორმასთან დაკავშირებით რომ ბრძანეთ ეს მე ზუსტად ხდება გაწერა რომ რა უნდა გადაღლილობა ფორმიდან ამოვარდნა იგივე შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მოჭადრაკეებთან თამაში ეს ყველაფერი მოქმედებს. ლევონ ბიჭები როგორ შეხვდნენ ბატონ ზურას ну ეხა ყველა იცნობს კარგად ну ეს ერთი სამყარო ეხა აქ ვერ იტყვი რომ ფეხბურთის განსხვავებით ვიღაც მოვიდა ეს არის ფაქტიურად ერთად შეზრდილი ხო ну დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი და იმედია რომ ზურა არა მოვიდეთ ქალებისგან განსხვავებით იმედი უბრალოდ არ დაახჩობთ მაინც ხალხი გაურთხილდეთ ბოლო ეხა ჩვენ უფრო ჰუმანურები ვართ ხო აი რა შეიძლება ქალებს აქ ზურბაზე მეგობრებო ჯერ სანამ ეხა მე პრეზუმციას არ დავარღვევ და სანამ არს ოფიციალურად არ გააჟღერებს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მსვლელის ვინაობას ისე მე პირადად ჩემი სუბიექტური ას ვამბობ ეს პოლიტიკურ ჩემი სუბიექტური აზრია რომ ველოდი აი რატო ახსენე როქი რომ ბატონი ხუჩა წამოვიდოდა ქალებთან ასე არ მოხდა თუმცა შეიძლება ის კარგიც იყოს იმ ხრივ რომ სუბატაშვილის კლასის და გამოცდილების მქონე სპეციალისტი როცა ბავშვებთან ინაცვლებს აი ხა საჯადროგო აკადემია სერიოზული იშირდება ეს შესება შეიძლება იყოს აი მასწავლებელი პიროვნება ბრძანდება ხუჩა და ისევე როგორც ლაშა ჯანჯღავა და ხუჩა სუბატაშვილი არიან ბავშვების აღმზრდელად დაინიშნენ ასე ვთქვათ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ახალ თაობას გაწვრთნიან სამაგალითოდ და ძალიან ისეთი პერსპექტიული თაობა გვეღოლება. ლევონ არ დავარღვევთ რაიმე იმას თუ კითხავთ რომ აი ახალგაზრდებიდან ვის ხედავთ მსვლელებს იმიტომ რომ ფაქტიურად აი ხა თქვენ ბრძანეთ ხო ნუ ზურა ხუჩა ლაშა და უკვე რამდენიმე უკვე რამის ათეული წლებია უკვე ამ სამ ადამიანზე სამი ადამიანი მსვლელი ძალიან ცოტაა ხო მეთანხმებით ძალიან ცოტაა მით უმეტეს როცა ბავშვებს ეხება იქ ხა 150 მზარდი ბავშვი რომელიც ფინანსდება თბილისის საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის მიერ და ეხა 150-დან ამასინა თვლიდი კიდეც რომ წარმოგიდგენიათ 10%-ს არ უცნებობ 5%-მა მოც რომ დიდი ჭადრაკი ითამაშოს როგორი შევსება მოდის წარმოგიდგენ უკვე 8 სულფასოა სერიოზულ მოჭადრაკეს იღებს ეხა 5 მინიმუმ ვამბობ კიდე ხო
იმიტომ რომ 150 ბავშვი ეს ცოტა არ არის და ამას დამეთანხმედ ორი მსვლელი არ ეყოფა. გეთანხმებით, მაგრამ ეს არის სერიოზული პრობლემა დგას ჩვენ წინაშე, იმიტომ რომ მწვრთნელების გადამზადება უნდა მოხდეს. ეს არის აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ყველა სახეობაში აი ამ დილემის წინაშე ვართ რა. ყველა სახეობაში მერწმუნე და სწორედ აი აქ არის მე აქილევსის ხუსლი რომ მოდის ნიჭიერი თაობა და თაობა გეკარგება რატო იცი რომ გადახედო მარტო ინფრასტრუქტურაზე არ არის ამ ხრივ ჩვენ საბინეროდ ახლა ძალიან სერიოზული ძროები და პლუსები გვაქვს აქ ლაბარაკი ისევ და ისევ მსვლელზე. ავა გვაკუთხედი არის მსვლელი. აი მე გამიმართლა მაგალითად მე რომ პატარა ვიყავი ჩემ დროს მოღვაწეობდნენ პედაგოგები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რასაც პედაგოგი ქვია. იყო ესეთი ალექსანდრე პოკუჩავა გენიალური იყო ფრინვალე სპეციალისტი დიდებული ეს საჭადრაკო სამყაროში აღიარებული და ისეთ საკმაოდია მე ვთვლი რომ მან მასწავლა ჭადრაკის თამაში ანუ მე გულისხმობ ამ ფანტაზიას აი გახსნილი თამაში და ასე შემდეგ და დღესდღეობით ძალიან მტკივა რომ აი ამ დონის პედაგოგები არ არიან ნუ რეალურად ესე რომ ვთქვათ რა და თუ არ გადამზადდნენ აი ეს ახალგაზრდა თაობა და ეს გადამზადება ისევე როგორც საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელს შეუულია ჩვენთანაც არიან მწვრთნელები რომლებსაც შეუძლიათ ეს გააკეთონ აი იგივე ხვიჩა ლაშა ჯანჯალა ლაშა თვითონ დვარეცკისთან სწავლობდა მისი გაზრდილი არის და ხა დვარეცკი უმაღლესი დონის კი ექსტრა კლასის უდიდესი ესე იგი თქვენ ემხრობით იმ მოსაზრებას რომ ასე ვთქვათ ფარგლებს გაუსვლელად აქვე საქართველოში შეიძლება აი რასაც ბაბადის სხვა სახეობებზე ბევრ სახეობაზე ყველაზე მაგრამ ეხა აი ბურთია სათამაშო სახეობებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი აქ მერწმუნეთ ეხა საერთაშორისო დონის სპეციალისტის მომზადება დაწყებული ვთქვათ ხმადაღებული ფეხბურთიდან დამთავრებული შეუძლებელია მაგრამ ჭადრაკში ეს საბედნიეროდ შესაძლებელია რაც უფრო ამ ხრივ პერსპექტივას ვაძლევ ლევან ისე ეხა ნაადრე ვიკითხვა ეხა რა დროს იფიქრებთ რა თქმა უნდა მაგრამ საერთოდ თუ აპირებთ აი ბოლომდე თუ გაქვთ აი შინაგანი მეს ფაქტორს გულისხმობთ თორე ძრელი ეხა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ 2 საათის შემდეგ ნახტო კაცმა არის არათუ ის დაგება 2000 წლის შემდეგ მაგრამ აი როცა უბრალოდ თქვათ მოქმედი კარიერის მიწურულს თუ აპირებთ რომ დარჩეთ საომალო ჭადრაკში იმიტომ თქვენში რაღაც სხვანაირი სიგრძნობა იცი და აი რო იტყვიან ნიპავოზრას თუ ეს თავიდანვე იყო მე გულისხმობ აი საკმაოდ ჭაბუკობის პერიოდიდან მოყოლებული იმდენად მიყვარს ჭადრაკი რომ ფიზიკურად ვერ შევძლებ ალბათ რომ საერთოდ განვემიჯნო რაღაც პატარა კუთხით მაინც დავრჩები და რა სფეროში და როგორ ამას ვერ მოგახსენებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუნდაც აი ეს მადაღებული სამსვლელო კარიერაც აი მე ზოგადად ვამბობ თქვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი არ არის ხო რა თქმა უნდა არა, ნუ ეხლა პირიქით ეხლა მე იმაზე მწყდება გული არ მინდა გვარები შემოდო ერთ-ერთ ხრი გამიხარდა რომ აი თქვენ რა ბზანეთ ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ ცუდი ვარიანტის კარგი გაგრძელება რომ საკმაოდ რამდენიმე ნიჭიერი მოჭადრაკე რომ სულ არ იკარგება ჭადრაკი და სამწუხაროდ არა ნორმალურად ნაადრევ ასაკში ასრულებენ მხოლოდ სუბიექტური მიზეზების გამო კარიერას მაგრამ აი როგორც მაგ ხა ინფორმაცია უშუალოდ ძალებს სწორედ აი სამსვლელო საქმიანობაში მოსინჯავენ და აი ამ ხრივ რა თქმა უნდა კარგია მაგრამ მეორე ხრივ რა თქმა უნდა გულსატკენი იმიტომ რომ არა ვარ ჩვენ განებივრებული ასე და არა ვართ მით უმეტეს ვაჟთა ჭადრაკში რომ აი ესე უცებ წამოვიდეს ხო რაღაც თაობა და ცვალოთ პრობლემა არ არის ბავშვებთან ჭირდებათ ნუ ეს სპეციფიკური მოპყრობა ხო დაგეგმვა და 1000 პრობლემა არის მაგლით ძალიან ისეთი მიდგომა ჭირდებათ რა ლევონ უახლესი მიზნები ესე იგი ეხა ერთის მხრივ თქვენ ეხა მე სპენელებს უნდა ის სპენელს მინდა შევახსენო ზოგადად მეგობრებო რომ საკმაოდ ნუ იცით რომ ყოველწლიურად რაღაც ემატება, ნუ ცოტა საპრიზო ფონდიც იზრდება და ეს კიდევ უფრო გაიზრდება და ამ ფონდთან დაკავშირებით მინდა აუცილებლად დაუბრუნდე, იმიტომ რომ რამდენი ჩასაფრებული ავის მოსურნე, რამდენი ობივაზელი და არ მინდა რა ეხლა ნორმატიული ლექსიკის ფარგლებს გავცდე, ეს ეხება იმ კატეგორიას, ვისაც ის 38 მილიონი ცოტა სხვაგვარად მოხდა ყურზე, რომ ეხა ვინცაც ესმის და შეგნებულად აკეთებს მცდელობას პროვოცირების და რომ გაგაღიზიანოს და რაღაც მაბადე 1000 სისულელეს უსმენ
იმ ხალხის მიმართ ცოტა სხვა დამოკიდებულება და მეორე კიდე ერთხელ ამ დაუცილებლობა არცოდნა და სანამ რაღაც თქვენ ჭყალებში გაგებით კომპეტენტურ დასკვნებს და იმას რეაქცია გექნება და დასკვნებს გამოვიდან და იკითხეთ რა იკითხეთ და პასუხს მიიღებთ და ჯერ ის არ ფინანსდება ის 38 მილიონი არ არის სამწყო ჯერ 38-იც რა არაფერი არ არის შემოვლება მე თქმა მინდა რომ ყველაფერს რო თავი დავანებოთ მარტო ნონა და მაია რო ავიღოთ რა სიხარულიც აქვთ მათ თავისი ქვეყნისთვის და ერისთვის მოდანილი მარტო ამიტომ ეკუთვნის ჭადრაკს სოლიდური დაფინანსება ვაი მოგიდე ჩემი და ლევან ობიოწებს რა გონია ეთი ეს ხეის ხავს ესე ვარდება ციდან ესე უდურტუნელად მოდის რომ თურმე მშიერმა მოჭადრაკემ ისე შეიძლება არც იყოს გათმობა არც ინადლე მიეჩვიენ ამას იცი და მე როგორ მომენტ ისი მე მოგთხოვენ შედეგს როცა შედეგი არ არის მე იქი ჩაიგნებენ უმხედველობაში მაგ ხა უდრიდემ ხო ხდებით ეხა ისეთ კარგაგებით რაღაც სულ რაღაცას ვამბობთ რომ მე არა აი ხო ხედავ მე ჩვენ უპერსპექტივი მე ნიჰილიზმი რჩება ნუ აი რაღაც საშინელებები ეხა არაფერი ხო 38 მილიონი და ზურბაზო მეგობრებო აქ არის 4 წლიანი ეს არის სახელმწიფო პროგრამა და აქ ცნობისთვის არაფერი საერთო არ აქვს სპორტის სამინისტროს იმ გაგებით რომ არც ერთ სახეობას არაფერი ეს არის სახელმწიფო პროგრამა სადაც ოცნებობდნენ საიდან ლეგენდარული ვახტანგ ქარსელაძის ძიავაზის შიშოვის და ხო წარმოვიდი იქიდან ვინ გვაღირს მე ხაღარ მინდა იმ შაბნე პერიოდს დაუბრუნდე როცა ქართული ჭადრაკი მართლა იდგა განადგურების ოფიციალურ იმაზე და არ მინდა ეხა ის რა ხდებოდა მაშინ აგერ ღვთისმადლი და ალექსეევიჩი და ის და ზურას და მთელი იმის ძალისხმევი და მოხდა რომ აი ეხა ვიღაცები გაინძრენ და ელემენტარულად ეს პროგრამა დამდგეს და რომ თვითონ ეხა აი კონკრეტული ციფრი ბატონო ნახეთ ეხა თქვენ მოგზაუროთ აბსოლუტურად სოფლიოს ყველა კონტინენტზე კი არა ყველა ქვეყანაში მონაწილეობთ ტურნირში ნახეთ ესე იგი 4 წლის მანძილზე გაიზარდა რა არის შეადგენს ესე იგი 4 წლის მანძილზე 5,163,000 ლარს ეს არის უშუალოდ ფედერაციისა და თბილისის საერთაშორისო აკადემიის პროექტები, რომელიც ეს არ ეხა სულ არარაობას კი, მაგრამ არ არის კიდე ის თანხა, რომ ამაზე მაბადიეთ ვიღაცა ვენები გადაიცოთ. აბა რა ხო მეტახმებით, ეს არაფერი არ არის. აქ საუბარი უბრალოდ ოლიმპიადის და სოფლიო და აბა ოლიმპიადის მასპინძლობა, სოფლიო თასის გათამაშება ეთქო რაღაცაში ერევათ იცით. არა ოლიმპიადა ჩამოდის დაახლოებით 180 ქვეყანა და უმაღლეს დონეზე უნდა იყოს. ფარასთავარი ეს არის ქვეყნის იმიჯი. ეს არის მისი ინტელექტის მე კიდე ერთხელ მინდა შევახსენო ძირფასო მეგობრებო რომ საჭადრაკო ოლიმპიადა თავისი მნიშვნელით და კარგი გაგებით ისეთ პოლიტიკურ დატვირთვას იღებს რომელიც რა გინდა რა ნებისმიერი სახეობის სოფლიო ჩემპიონატს აღემატება ნუ ეხა ყმადაღებულ ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატზე არა მაგ რა თქმა უნდა საუბარი ასე რომ 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა, სოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში სრული პასუხისმგებლობით და მინდა განვაცხადო, რომ ქართული საერთოდ არა მარტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე მსხვილი სპორტული მოვლენა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჩატარდება. მე მხედველობაში მაქვს არა მარტო სპორტული კუთხით, არამედ უგნებავთ იგივე პოლიტიკური კუთხით. ვერცენ, ეხლა როგორ შეიძლება რაღაც ერთი კონკრეტული თამაში შეადარო ამ ხედავ რომ არა მარტო ჭადრაკის ქვეყნის პოპულარიზაციაც არის. მე ამ რა თქმა უნდა, აი ამ ხრივ ამბობ, დამეთანხმდება რომ აბსოლუტურად ქვეყნის ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირის პრეროგატივაც, პრიორიტეტიც და აი ღირსების მომენტიც არის საკუთარი ქვეყნის ჭადრაკის მიმართ ზრუნვა და ყველა ქვეყანაში აი რაც კი დღეს არსებობს ასპარეზზე მე არ მინახავს ქვეყანა სადაც არ იყოს დამოკიდებულება ხო მე ახლა მეზობლებზე აღარ ვლაპარაკობ ეხლა 30 წლის წინ მაბატე და ეხლა იმენი არ მიწყერინდა ეხლა 30 წლის წინ მე მაგალითად აზერბაიჯანელი საერთოდ მოჭადრაკე ასმენია და ძალიან შორსაც რო არ წავიდეთ აი კიდევ თურქეთი ავიღოთ მაგალითად დაახლოებით თუ არ ვცდები 7 მილიონი ევრო აქვს წელიწადში ანუ აქედან 5 ნაწილდება კაცებზე 2 ქალებზე და სულ რაღაც ერთი 20 წლის წინ საერთოდ თამაშიც უჭირდათ ძალიან წინვალება დღეს გამიტარდნენ ლევან ბატონო ჩინეთი ავიღოთ ხო 30 წლის წინ ეხა ну არა კი რაღაც ეხა მონაწილეობდნენ მაგრამ ეხა აი ცნობილი რაღაც ისეთი და წარმატებული მოჭადრაკე არც კაცებში არც ქალებში ხო და ну იბატონო ეხა ინდოელებს რაღაც ადგას რაღაც ყავდათ და ეხა
აი რამხელა სტიმულზე იმას გვაძლევს. ხო, ლევან, დაუბრუნდეთ ესე იგი თქვენს გეგმებს, თქვენ ესე იგი ხო ეს დაფინანსებაზე მე უცებ გადავერთე. გარანტირებული ადგილი ნაკრებში და უკვე დარწმუნებული ვარ, რა ვიცი, ეხლა შეიძლება ცოტა არაპროფესიულად იმას ნაბიჯდა, მაგრამ ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ნუ მინიმუმ მეორე დაფა გარანტირებული იქნება რა. ეხლა მინიმუმ მეორე ვამბობ, რომ ის ბიჭი არ ვიცი, ეხლა ის საერთოდ უნდა ჭადრაგის თამაში დარჩება. არა მესმის, მაგრამ უკვე ისეთი მომენტია, რომ აქ არის რა, ნუ ის არ იკარგება და არაფერი ეს ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ თუნდაც რატო ვახსენე თქვენ წინა ოლიმპიადაზე ამ შედეგით დადეთ, ხო ეს იყო მესამე დაფაზე ნაჩვენები, ყოველგვარი საფუძველს გაძლევდა მით უმეტეს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული რომ გქონდეთ პრეტენზია, მე ვამბობ პრეტენზია კარგი გაგებით რომ ითამაშოთ მეორე დაფაზე, ხო? ნუ ეს ხო, ნუ დაფინანსდება და ეს ძალიან კარგია სრულად თქვენი მონაწილეობა ევროპის პირველობაზე, ხო? აი როდის არდება ლევან შევახსენოთ მსმენელს ეს გაიმართება ისრაელში ქალაქ იერუსალიმში დაიწყება 23 თებერვალს დასრულდება 7 მარტს უკვე ვიწყებთ რა და ლევან ასწრებთ ესეთ მოკლე მოსამზადებელ პერიოდში აი ბატონი ზურაბი წამოვა ჩვენთან ერთად და ჩვენს გვერდით იდგება და მოგვეხმარება ყველაფერში და დიდი იმედი მაქვს რომ რაღაც შედეგს მივახცევთ და გავახარებთ. ისე თუ არის თქვენი მეგობრებისგან, კოლეგებისგან უკვე ცნობილი ვინ მიიღებს მონ. არა, მე მხედველობაში მაქვს საერთოდ, ანუ რამდენი სპორტსმენი თუ ისე მოჭადრაკე ფიქრები დელეგირებული. არა, კი ბატონო, სამეული ფედერაციის არა ხომ რა. ისე არ ვფლობ ინფორმაციას. ისე არ ვფლობ. ხო, იმიტომ რომ აქაც ხო არის იმის რომ შეიძლება პოტის საკუთარი ხარჯებით გადაწყვეტავს სამოსლოს. კი, პირველი სამეული სრულად ფედერაციის მიერ ფინანსდება. საკმაოდ საინტერესო წელი გველის ლევან ხო მეტახმებით, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მე კიდე ერთხელ მინდა გაზი გაუსვა რომ აი ესე თქვენ კიდე ერთხელ მოგილოცოთ ჩემპიონის ტიტული და ასე დიდ ჭადრაკში დაბრუნება შეიძლება ითქვას, ნუ დაბრუნებას გულისხმობ იმ რელსებზე დაბრუნებას უბრალოდ რაც თქვენ საომავლო უკვე დაუსტადებას და წარმატებებს, რა ვიცი, იმედია ლევან რომ წლევანდელ წელს უკვე კოეფიციენტის იმატებს ყველაფერი და თუ გაწერილი უკვე ნახევარი წელი მაინც თუ ჯერ არ ჩამოყალ ანუ ჯერ ესე იგი კლიანტ ფოკუსირებული ხარ და პირად პირველობაზე ევროპის პირველობაზე ეს გერო 11-ურად ხო ალბათ 11 ანუ ახაც ფიზიკური მომზადება 11 ტურის თამაში არის სულ რამდენი ერთი დასვენების დღე ხო თუ ერთი დასვენების დღე არა ჭირდება როგორ არ ჭირდება ჩათვალეთ ეს დაახლოებით როგორც ინიესტა 12 და 14 კილომეტრს დარბის ახაც ნუ რაღაც ერთ პარტიაში დახარჯავს მოჭადრაკე დახარჯავ ამას უკვე ხო წარმოგიდგენიათ ბატონო სამწუხაროდ იწურება ჩვენი გადაცემის დრო და რა ვიცი ესე მაჟორულ ნოტაზე მინდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით მინდა გისურვოთ დიდი წარმატება როგორც პირად ცხოვრებაში ასევე ბუნებრივია ჩვენს საჭადრაკო ოლიმპიისკენ სვლა და იმედია რომ გაგვეხარებ და ეს მე კიდევ ერთხელ ვამბობ და ალბათ დამეთანხმებით რომ ეს 54 ადგილი რეალურად არ ასახავს ქართული ვაჟთა ჭადრაკის ზალას მე არა არ ვიჭრეთ ვენებს რომ აიც და მაინც ხუთეულში ვიყოთ და ის მაგრამ ჩვენ რეალურად პოტენცია გვაქვს იმის რომ მეტი შეგვიძლია უბრალოდ აი თქვენი წყალი გადასმოდეთ ამ ბიჭებს აი დამოკიდებულის და მიდგომიდან გამომდინარე იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ეხა ესე ახალგაზრდულ ასაკში სუბიექტური მიზეზების გამო დამთავრება როცა გიჭირს ხო გიჭირს შემოდგენილობა გვიჭირს ხო ვიყოთ გულახდელი ხო გვიჭირს არა ვართ რა ეხა ორი თან ის მომენტიც რომ ოლიმპიადაზე ორი გუნდით ეს პირველად ისტორიაში როგორც მასპინძელს ეს 2018 მაგრამ იმისთვის იწყება ეხა მზადება აი ეს მომენტია და ჩათვალეთ რომ ის ბირთვი უკვე თაობიდან და ასაკიდან გამომდინარე ისე გადაივლის თქვენ მხრებზე და უფრო გამოჩნდებიან ნიჭიერი მოჭადრაკეები რა თქმა უნდა ისევ თქვენი თანადგომი და ძალისხმევი და რა ვიცი რა შეეხება ქალებს ვერბასო მეგობრებო მე აუცილებლად გაახლებთ გალთაშორის ჩემპიონი ნინო ბაციაშვილს ნიკოს ეს სავსებით აქაც დამსახურებული გამარჯვება და ამეთახვით წინვარად აი აბსოლუტურად უბრალოდ არ გახლავთ ეხა გერმანიაში საერთაშორისო ტურნირზეა სამონაწილეო და ნუ რა ვიცი ეხა ქალებს არ მატებები ბუნებრივია წლევადელი წესსართული და ის პატიოსანი კაცი ვინ ჩამოდის ნელად ბიჭო არ დაარჩოთ ერთ თვეში ეს კაცი კარდიოლოგიურ ცენტრში არ გააგზავნოთ მოდი ჯერ ეს მინდა გთხოვოთ და მე მივხვებით გზადაგზად ჩვენი დღევანდელი განცემის სტუმარი გახდათ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი წლევანდელი ლაურეატი რიგის 74 პირველობის საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დიდოსტატი ლევან ფანცულაია. უღრმესი მადლობა, კარგი ბრძანდებოდეთ. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები.
პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.